მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დავასრულე მეორე შეკვეთაც. იგივე პირველის ანალოგი ეს ნამუშევრები პირველის და მეორეც ერთი დამკვეთისაა. ანუ ერთი თავისთვის, ერთი თავისი ძმისთვის. გახლავთ მონაცემები ერთი და იგივე მასალა, ანუ 440C, სიმტკიცე 60, როკველი შხალით, ლატუნი, ანუ თითბერი, კორპუსები 418 ემათიტე, პირი 440C, პირი ფიქსატორი და კუდი. პირველზე გახლავთ, როგორც წინა ვიდეოში ნახეთ, გორგასლის თემა, აქ დამკვეთის ინიციალები, აქ დამკვეთის ანუ საგვარეულო გერბი და აქაც იგივე გორგასლის ესე ვთქვათ გამოსახულება. გლის თავიანი მუზარადის ანუ ეს ერთი მეორე დანაზე დავით აღმაშენებლის სცენა, დავით აღმაშენებლის თემა, აქ ძეგლი დავით აღმაშენებლის, აქ ხატი დავით აღმაშენებლის, მაგრამ რაღაც დანაზეა და რაღაც ცივი იარაღზეა დატანილი ჩვენი წმინდა დავით მეფე აღმაშენებლის გამოსახულება, ამიტომ კანონიკა დარღვეულია, არც ქარაგმებიაზეთ, არც შარავანდედია. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე ზოგადად სასულიერო პირთან მქონდა საუბარი. თვითონ შემომთავაზა, რომ მაგალითად სხვადასხვა ქართული ისტორიულ თემატიკას როცა შევეხებოდი, დამეტანაზე წმინდა გიორგი, მაგალითად პირზე აქ არის ძლევაი საკვირველის სცენა, აგერ არის პირზე. და როგორც ისტორია და როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ამ ბრძოლაში ხილულად იბრძოდა წმინდა გიორგი. წმინდა გიორგის გამოსახულება დამეტანა, მაგრამ ჩემი აზრი ესეთი იყო, რომ არ ვიცით ვის ხელში მოხვდება დანა. ხომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანმა სხვა ადამიანს აჩუქოს. აქედან გამომდინარე, არ ვიცით ქრისტიანის ხელში მოხდება, ქრისტიანი მართლმადიდებლის ხელში მოხდება დანა თუ ქართველი სხვა რელიგიური წარმომავლობის ადამიანის ხელში. აქედან გამომდინარე, თავს ვიკავებ ყველანაირი სიწმინდის დატანისგან. და როცა ქარაგმები და შარავანდედი და ის სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ახასიათებს, ის უბრალოდ ნახატია და არა ხატი. აქედან გამომდინარე, მირჩევნია დანაზე ყველანაირი ხატის დატანისგან თავი შევიკავო და უბრალოდ დავიტანო ის ისტორიული, ის წმინდა წყლის ისტორიული მონაცემები, ასე რომ ვთქვათ, რაც საქართველოს ისტორიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აქ კუდზე მაგალითად არის გელათის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი უბოდიშით. კუდზე გახლავთ ბაგრატის ტაძარი და მეორე მხარეს გახლავთ გელათის ტაძრის გრავირება. ესეთი გამოვიდა. ჩამკეთ სისტემას რაც შეეხება ტრიადლოკი, ანუ ორმაგი ჩამკეთის სისტემა, როგორც მოგახსენეთ, აქ დავით აღმაშენებლის გამოსახულება, აქეთ კი დავით აღმაშენებლის ძეგლი. აქ გახლავთ ბაგრატის ტაძარი, აქეთ გახლავთ ბაგრატის ტაძარი, უბოდიში, აქეთ კი გელათის ტაძარი. ესეთი გამოვიდა.
დანა. ზომებს რაც შეეხება, რაღაც ხელით კეთდება, 100%-ით ხელით კეთდება. ანუ ხელით ვაკეთებ, რაღაც მილიმეტრები ერთმანეთთან შედარებით ეს უფრო რამოდენიმე მილიმეტრით გრძელია ეს დანა ვიდრე ეს. ანუ 2 მილიმეტრი მაქსიმუმ. ეს გამომდინარე ისეთი გამოვიდა ორივე დანა. აქ სამახსოვრო წარწერაა. ძმას ძმისგან, ასეთი წარწერაა. მადლობა ყველას, ყველას წარმატებებს გისურვებთ.